აი, ბიჭო, აი, ბევრია ეგ. ჯოუში. აი, რა გიკანკალებს. მოიცა, მოგეხმარო. მიდი. თქვენ გაიხარეთ. რა კარგი ღაღიღარ. რამდენი დავლი. გუშინ თუ როდის და გუშინ დავლიეთ თუ რო ეგეც არ მახ. მისაყოლებელი. ახლა, მოიცა. აი, ბიჭო. გამოკეთთები ახლა, ой, მე თქვენ გაიხარეთ. პური არა გა. პური? არა, ხადა გვა, ხადა. არა, ხადა. როგორ არ გინდა. ჭამე. არ განდანეჭი, ხო, მიდი, ახლა, მიდი. დავიხია. აბა როგორ ახლა? გაიზარდე დიდი ბიჭი. გეიხარე ძმაო, გეიხარე. ბევრს უსხავ. გახსნა ბიჭო. გახსნა? ხადა დააყოლე, მოდი. აი დაკა. აი, ბიჭო, აი, დაახჩვე, კაცი. თვალები რო გავახილე. არ მეგონა თუ გადავჩებოდი რა. დავიხია. აი, არ გინდა ჩემო ძმაო, ცოტა პაუზა გააკეთე და მერე ვიზი ბიჭი ხარ? ისე ბევრს ასვაო, ბიჭო. ამით ჩემ წასვლას და თქვენ დაჩენას გავარ. ნო, კაი, სამხედრო სამწუხი. აჰა. შენ გაიხარე, შენ გენკოს. ხანდა ხوان გინდა. ხანდა არ გინდა? არხე. ემალი? ბიჭო. არხეინა. აუ. დაგვენც რა. ახლა რა ვქნათ? ბიჭო, რატომ უკაზე უცხო ხალხის სახლში გამაგებინე ერთი, ა? აყრილი დაყრილია ყველაფერი ისედაც ხო ხედავს. არა, დაალაგებს ამას. დავალაგებინე, ბიჭო, მოვიყვან იმ დამლაგებელსა და დავალაგებინე. ბიჭო, ვინ დამლაგებელს მოიყვან, ნახო, ის. აი მაშინ რომ ყავდა. როდის? რა გჭირ შენა, ბიჭო, ფეხმურს რომ უყურებდით. რომ მოხვედი გამპრიანებული რომ დაგვთან ძუძუ გოჩასტებს შევითა. რა გეგონა, მე დავალაგე? აუ რა კაცი ხარ ბიჭო შენს, აი ვერ ხვდები რა კაცი ხარ რა. არ როჩერა. ბიჭო, აი ახლა ხვდები რა უნდოდა იმასში. სად გამიხარ, მოკლე. ჰაი. რა თმიყიდი შეურმაი? ბიჭო, შენ ახომეთი პატევი და მასეს ხეფულია რა. მერე? და მეთქეთი პატევი და გიგიტა შაურმაი. მარტო მაგისთვინა თუ კიდე გინდა სხვა რამე? შედითო წამოსდა, მინდა. იდეა მაგ ძალიან მაგარი. რა იდეაა ბიჭო? შენა მე და შენამ გონი ისებითი საქმე მოყრები ვეღარ ხვდებით, გაიგე და მოდი ბიზნეს პარტნიორები გავხდეთ რა, ცუდია? რანაირად ამერე ბიჭო? რანაირად და იმნაირად, ოღონდ სხვანაირად. ერქი თქვი რა. ბიზნესი თქო, ბიზნესი. ფული მერე? ფული შენი და იდეა ჩემი. ნაღოლე, შენაშვილო შტერი ხوار ხარ. ბიჭო, იდეა მაგ ძალიან მაგარი, ვიყიდოთ ერთ დიდი შენობაი და ფული მოვა თავისითა. რა უნდა გააკეთო შენობაში ბიჭო?
ტეხას მოტრები რო არის, ხო იცი, ტეხ დათვალიერებები, მანდა ხობრაკავე, ხარტა ხურდა მანქანებს, რა. ხო და ეს მანქანები წამოიყვანო ჩვენთან იმ დიდ შენობაში, გაიგე? გავატაროთ ორ მაგფაში და ნახე შენ მე ბიზნესის თავზე როგორ წამოვა. სახელი რა ეკრა? სახელის დავარქვი, ქარძუძუ. ქარძუძუ. აბა, ძუძუ. კარგი, სახელი კარგია. მაგრამ დაგვიჭერენ ბიჭო. დაგვიჭერე. ძუძუ ნუგეშილია. აი მასე გამაფორმოთ კაცო, აი ლაიქა რო არის გენოი. ეგ შემიცაი, მაინ დაჭერილია და რა უნდა გაიგოს, ა? შვილო, დედაშენს არ დაურეკია? არა. დაარეკა და მაგ ხوار დაქტოვებს არა. ადრე მე და ჩემი ცოლი ციცოი წავედით ბაზარში და ჩვენი ბავშვი დავტოვეთ მეზობელთანა. მეორე კვირას გაგვახსენდა იქით კვირაში რომ ბავშვი იქ იყო. ვა! აბა მიდი, ათი და დაურეკე დედაშენს ერთი. სად ხარ? აი მე კიდე დამრჩი მე თბილისში ჩამოვედი უკვე ხო და ახლა ტაქსი გამოვიძახებ და 20 წუთში შენთან ვიქნები კაი გთხოვარი ნერვიულო კაი ძალიან მალე ვიქნები შენთან გაკოცე ბიჭო 20 წუთში ჩამოვა თბილისის ნაგავშია ეთყობა მანქანით მოდის კაცო Алло. Анна, Ануки, Анунина. კარგად მომისმინე და არ გამითიშო, კაი? რა გინდა? ყველაფერს აგიხსნი რა, აი ის გომბიო რომ მითხარი. ეხა გამახსენდა, ვიზეც მეუბნებოდი. დამლაგებელი იყო. ანუ ამდენი ხანი იფიქრე, რით გაგემართლებინა თავი, ვერაფერი ვერ მოიფიქრე და ეს იდიოტიზმი მოიგონა? არა, ანა, არ მომიფიქრებია, მახო მითხრა. შენითაც ვერ მოიგონე და მახო დაგეხმარა, ხო? აი, ანა, რა გჭირს რა? მახოს მოუყვანია ეგ დამლაგებელი ისე რომ არც ვიცოდი, მე არც ვიყავი გაფრთხილებული რა და გთხოვ გეხვეწები რა, აი ხა აგიხსენი, ხო? აღარ დამირეკო. არ გამითიშ. რაო, აბა. არა მაქვს ფული. შენ არ დაგვირეკე ვიშოვეო? ო, ვიშოვე. მე სადაა? არა მაქვს. ბიჭო, ეხლა არ დამირეკე ვიშოვეო? ბიჭო, ეს ხო არ მეთქვია, არ მიშოვია მეთქი. ვიშოვე. მე თუ იშოვე, სად არის? ძმაკაც მივეცი. მოიცა ჩვენი ფული ძმაკაც მიეცი? თქვენი რა, ძუძუს ფული მივეცი. რა ეს ვეღადავება მეგობი ბიჭო. ოიცა ბიჭო, აგიხსნით, კაცო, თავს ნუ გამოიმასიზავთ ეხლა. რა იმას ვიზავთ? ნუ გამოიშტერებთ, შტერებთ. ამა შენ აიფიქრე, ყლევებთ, ხო? აუ ეხა ამას მაგრავცემ რა. ვისაცემ, ბიჭო, შენ ვინ უნდა ცემო, ბიჭო? ბელებიანი დათვი მყავს სოფელში ნაცემი. ან თუ მცემ რა, მაგაში ფულს გადაგიხდიან? მაკი ხარ გრეგოლა? ვინა? მაგრეგოლა. ოჩხუმარენო არიცი? განოჩე მომისმინეთ ეხა. 6 დღე მაცადეთ და მაგ ფულს მოგცემთ. რა მექნა ძმაო? ძმაკაცი გამოვიყვანეთ ციხიდანა. ძმაკაცი რა? ოფელი ძმაკაცი. გამელიეგა. ის კი გამოიყვანე, მაგრამ შენ ვინ გამოგიყვან, შეუბედურო შენ სასამართლოში რომ გიჩივრებ. მოკლედ 6 დღეში ფულს მოიტან, არა და სასამართლოში შევხვდებით რა. სასამართლოში? ხო. ხო, ვიცი, გადგილი, ვიცი. ერთხელ კლიენტი მყავს მიყვანილი. ხო, შევხვდებით ძმაო, ბაზარი არ არის, შევხვდეთ სასამართლოსთანა. კარგი. ხო, კაი, აბა თქვენიცით. წავით.
უკაცრავად რა ქალბატონო. რამე მხიარული რო დაუკრა, შეგიძლიათ რა. ძალიან ცუდად ვარ, ნერვები აღარ მაქვს რა. მე ნერვები რო აღარ მაქვს, უბრალოდ ვაგიტო უკრავ ვიოლინოზე, თორე ისე რა იცოდე, 25 წელია პოლის საცხებში მუშაობ. ვიცა, მე ვიოლინი არ ხართ? მე ვიოლინი საერთოდ პირველად მიჯეროს ხელში. და ბასი როგორ უკრავთ? ასე როგორ რა ვიცი. საერთოდ ვიცი, ეს ვაკეთე. ესე რა ვიცი რა მითხარი, რას უკრავდი? იმას შეიძლება ჩემი გავიხსენო. კი ბატონო. რანაცნობი მკერდი გაქვს. გამოდიოდი სადმე? არა. ერთ გერმანებს ახიოს მის გამგავსე. ეგეც ესეც საინტერესო როლებში გამოდიოდა და წინ იყურე და არ დამამტრიო რა. წინ მიყურები, მაგრამ რო დაგამტრიო რა მოგივა, გოგო, ამხელა აირბაგების სისტემა გაქვს. ეს რაღაც ნაცნობი აქცენტი გაქვს და ჭიტლაყიდან ხო არ ხარ? შენ რა იცი ჭიტლაღზე? ერთ შორეული ნათესავი მყავს. გოჩა ქვია. ძუძუ გოჩა? ვაიმე, რა გჭირ შენ? არა, მართლა ძუძუ გოჩა ქვია. მაგიშვილს მირიგებდნენ, ცოლად უნდა მომეყვანა. ვის, თამროდეიდას? რა გაცინებს? არა, არაფერი. მამა ჩემის ძმაკაც ურიგებდა შარშან. მე მოიყვანა მაგ ჩემისამა. მეც დავისვენებდი და ისიცა. არა, ამერიკაშია. ვიზე მეუბნები, გოგო, კურტუმიჩაზე? ხო, იცნობ? როგორ არ ვიცნობ, გოგო, ჩემი ძმაკაცია, მაგას რომ მამა შენს რა ქვია, მამა შენს? გუკა. სიო? რანაირი სახელია გუკა? ეს მე რო გიჯდები, მაინდა-მაინც მაშინ რატო იკეთებს რომ ამპირბადეს? ბიჭო, ძალიან გეკაიფები, ხო ხვდები რა და არ მინდა რომ სახეზე დამიმახსოვრო. თანით დაგიმახსოვრებ. რა გინდა, ჩემო ძმაო, იმენა, აი რა შარს ეთამაშები ბიჭო. ქუთაისში გაზრდილი კაცი ვარ და გაჩერდი, ხო შეიძლება შენს ადგილზე. მე 4 წლამდე რო იძდებოდი ქუთაისში, დარჩენილიყავი ცოტა ხანი კიდე. 1-2 წელი, რა? შენ ხო გეიზარდე 35 წლამდე, ჩემო ძმაო. აღარი გულიანი ხარ. ხალკი. სევერიონი. სახელი კი გაქვს ჩემ ხელა. რა გინდა ჩემო ძმაო და მანები თავი ხო შეიძლება ბიჭო, გამომართვი აგერ ეს სანტომის ვაფლი და ეგება დაგატკბოს ცოტა და ჭამეჭ. მომე. რაღაცას გამომტყუებ შენ ხო ვიცი? აი რა იყო ხო, აი. ისე ჩაიწერე ჩემი ნომერი, თუ რამეში დაგჭირდე, ტელეფონი სულათშული მაქვს. აუ ამ ხელა რო არ იყო რას გიზამდი იცი? მე აი რას გიზამდი ამ ხელა რო არ იყო და გატკბობს მაგი და გატკბობს ცოტას. მოკლედ კითხვას შევავსებ. რამდენიმე დღეა არ გეხმიანებათ ხომ საერთოდ? დიახ. ანუ გენატრებათ? არა. კი. ოდესაც ხალი ტელეფონს დახედავს missed call-ის იმედად ეს მონატრების პირველი სტადია. თქვენ გიყვართ? შეყვარებული ხართ? რა სისულელეა? თავის მართლება შეტევის ფორმით ეს უკვე მონატრების მეორე სტადია. კი, თქვენ გიყვართ? არა, უბრალოდ ნერვი მომეშალა. თან ცოტა მეცნება კიდეც. არა, სიცილი კარგია, ოღონდ ეხლა არა. და რა მაინტერესებს, აი, მაგალითად, ბაჩანაცალუ ღელაშვილმა რომ არ დაგირეკოთ, ნერვები მოგეშლებათ? ეგ ვინ არის? არა აქვს მნიშვნელობა, მოგეშლებათ თუ არა? არა. გამარჯობა კიდევ ერთხელ შენ, ესე იგი კონკრეტული кейსი რომ არ გირეკავთ, მაგაზე გეშლებათ ნერვები და ესე იგი ის პერსონა თქვენთვის მნიშვნელოვანია. არა, უბრალოდ გამიკვირდა. ისე ცოტა იდიოტია. და თქვენ ვინ ხართ, თორსა იდიოტი გიყვართ? არ მიყვარს. ოკეი, მე პირდაპირ გეტყვით, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, გიყვართ თუ არა ვიღაც გამოსირებული.
რა უფლებით ლანძღავთ? აჰა, ხედავთ, იცავთ. მოგა თქვენ ძალიან შეყარებული ხართ, ეხლა თავს უნდა დააჯეროთ, რომ ძალიან გიყვართ ის ადამიანი, უბრალოდ ამ ეტაპზე გაქვთ იმის უნარი და მზაობა, რომ არ შეეხმაროთ და არ მისწეროთ. ეს დავალება შეასრულეთ, შემდეგ მობრძანდით ჩემთან და მე უკვე შემცვალოთ გეგმა რა თქმა უნდა. თქვენი ტყუილად მოვედი აქ. ტყუილად მუხლხოც არ მიხოხავს ხეზე, მასაც სადღაც ეჩქარება. ეს ყოველთვის გახსოვდეთ. ბიჭო, გეთქვა და იმ დღესვე დაველაპარაკებოდი იმ ქალს და აუხსნიდი ყველაფერს, ხო შეიძლება? ანუ ვიღაცა რომ მოყავს დასალაგებლად, ხო შეიძლება მითხრა იქნებ რა მიდევს სახლში? რა გინდევს და მთვრალი კაცი, რა გინდევს? აჩერდი ბიჭო, არ მეხუმრებათ ხო გითხარი 100 ჯერ უკვე. მე ხო იცი რომ შენიგების ოსტატი ვარ. გითხარი შეგარიგებთ მეთქი, მაგრამ არ დამიჯერე. ჩერდი ერთი კაცი, ჩერდი. უნდა იყავი ხა ეგრე. იცი რა უნდა გააკეთო? რა? არ უნდა მიწერო. რო წერავ, იმიტომ აღარ უყვარხარ. აი ეგრეა ქალის გონება მოწყობილი. აუ ნუ პროფესორო ერთი ბიჭო და გაჩუნდი საერთოდ. მომეცი შენი სიდედრის ნომერი და მე დაურეკავ, აუხსნი ყველაფერსა. დავალაგებ. კარგი და მეთქი, გაჩერდი, შენი გასაკეთებელი გააკეთე და დამანები თავი. ბიჭო, მომეცი მეთქი რომ გეუბნები, სხვა შანსი მაინც არ აქვს. სტატი შერიგების. რანაირად გიწერია სიდედრი, ბიჭო? მომე ბიჭო, მომე აქ. ალო. ხალბატონო, ვერიონის დავალებით გირეკამ. სიზეს რატო არ ურიგდები, შენ გველო შენა. სულთა გველნი ხარ, გაიგე, გველნი, დამპალნი, გიურზა ხარ, გიურზა. დამპალნი ესა. რა გამიკეთე, ბიჭო? რა გაგიკეთე? რა გამიკეთე მეთქი, შეჩემა? რა გაცინებს, ბიჭო? გეღანდავე. ჩემი დედამი. აი, კაია. თქვენი აზრით როგორ განვითარდება ლიუს და ტახიმახოს სიყვარულის ისტორია და რა როლს ვითამაშებ მე ამ ყველაფერში? დაწერეთ თქვენი ვარიანტები, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. გაიხარეთ.